მოგესალმებით. უკრაინასთან მიმართებით დღეს რიტორიკა შესწრილია და ისე ხშირად აღარ საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. და თუ საუბრობენ, ფორმულირება არის ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი. იგივე ეხება მოლდოვასაც. დღევანდელი მოცემულობა აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ნარატივი ერთ მიზანს ემსახურებოდა. გამოეყენებინათ ეს ქვეყნები საკუთარი მიზნებისა და გეგმებისთვის. მიზანი რუსეთის სტრატეგიული დასუსტება იყო და არის. ამ გეგმით Deep State ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა რუსეთის გარდა ევროკავშირსაც ასუსტებს. ბრიუსელის ბიუროკრატიისა და დასავლური პოლიტიკის სარკე ყოველთვის არის ის ნარატივები, რომლებიც მედიაში ვრცელდება. მით უმეტეს თუ საუბარია გავლენიან გაზეთებსა და გამოცემებზე. როდესაც ომი დაიწყო, უკრაინა და ზელენსკი პოპულარობის პიკზე იყვნენ. ამ კონტექსტში მხოლოდ დადებითი იწერებოდა და ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ისმოდა გაუთავებელი დაპირებები, რომ უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის იბრძვის და მიზანს აუცილებლად მიაღწევს. მიზანს, როგორც ჩანს, ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები აღწევენ, მაგრამ უკრაინასთან მიმართებით განწყობებიც იცვლება და ნარატივებიც. Wall Street ჟურნალი წერს, რომ ევროკავშირი ფსონს ჩამოვიდა უკრაინასთან მიმართებით. მას იყენებენ რუსეთის სტრატეგიული დასუსტებისთვის. ამისათვის მუდმივ მხარდაჭერას უცხადებენ, მაგრამ ამავდროულად საკუთარ საზღვართან საფრთხეს ქმნიან. თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა ევროპამ ვერ მიიღოს ისეთი შთამაგონებელი დემოკრატია ომის შემდეგ, როგორც წარმოუდგენიათ. ამის ნაცვლად ევროკავშირმა შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოს შეიარაღებული, ღრმად ტრავმირებული და პოლიტიკურად მყიფე ქვეყანა მის საზღვარზე. ისეთი, რომელიც ანტირუსულია, მაგრამ არა ლიბერალური, კარგად მართული ან ადვილად ინტეგრირებადი. საბოლოო ჯამში რისკი იმაში მდგომარეობს, რომ გახანგრძლივებული ომი და ლმობიერი გარე მხარდაჭერა წარმოქმნის სახელმწიფოს, რომლის პათოლოგიებიც თავისთავად საშიშია. საინტერესო შემოbrunებაა უკრაინასთან მიმართებით არსებულ ნარატივში. თუკი ომის დაწყებისას მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე ომი უკრაინის ძლიერი დემოკრატიული წინსვლისა და მისი ევროპული ღირებულებების გამო დაწყებულა, ახლა აღმოჩნდა, რომ ომის მიზანი რუსეთის სტრატეგიული დასუსტება ყოფილა. პრინციპში ამ მიზანს არც შტატების წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მალავდა. ამას ემატება ის ცივი განცხადებები, რომელსაც ევროპელი ლიდერები და ბრიუსელის ბიუროკრატია აკეთებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ყველა დანარჩენი სათქმელს ავრცელებს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ის ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად იმეორებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფად ვერ მოხდება და არც ომი არის ის მიზეზი, რომ გამონაკლისი დაუშვა. რა თქმა უნდა, კორუფციის, ქვეყანაში არსებული განუკითხაობისა და ძალაუფლების ვიწრო წრეში კონცენტრაციის ფონზე უკრაინა ევროკავშირის წევრი ალბათ დიდი ხნით ვერ გახდება. მაგრამ ვინ რჩება ამ შემთხვევაში ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში? ყველაზე რთულ მდგომარეობაში რჩება უკრაინელი ხალხი, რომელსაც თავის თავზე უწევს ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ზელენსკის მმართველობის შედეგების გადატანა. იგივე ითქმის მოლდოვაზეც. რამდენიმე დღის წინ მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ საუბრობდა, რომ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება ევროკავშირისთვის სასარგებლო იქნებოდა. რით უნდა იყოს სასარგებლო მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება, რთული სათქმელია. მოლდოვას არც განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსები აქვს, არც დიდი სამუშაო ძალა ჰყავს და არც ისეთი საწარმოო შესაძლებლობები, რომ ევროკავშირის ეკონომიკაში წვლილი შეიტანოს. ამიტომ საქმეში ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის მისაღებით სარიელი სიტყვები შემოდის. მოლდოვას ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰქონიათ უნიკალური გამოცდილება და მზად არიან ეს გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ უკრაინული და მოლდოვური ევროილუზიის შესახებ. უკრაინა და მოლდოვა ბოლო პერიოდში Deep State-ის საექსპერიმენტო კვაზისახელმწიფოებს დაემსგავსა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინა მოლდოვას ტერიტორიით თითქმის 18-ჯერ აღემატება, მათ შორის ბევრი მსგავსებაა. ორივე ქვეყანა გარემართვაზეა და ბრიუსელიდან იმართება. ორივე ამ ქვეყნის ფორმალური ლიდერი ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ ყველანაირ მეთოდს იყენებენ ძალაუფლების უზურპაციისთვის. და ორივე მათგანს მიამიტურად იმის იმედი აქვს, რომ ერთმშვენიერ დღეს მათ ევროკავშირის კარებს გაუღებენ. მაგრამ რეალობა სხვაგვარია. Deep State-ის სქემაში უკრაინის
და მოლდოვის როლი ანტირუსული გარნიზონის ფუნქციაა მხოლოდ. და ევროინსტიტუტებში ყველაზე მამალი ევროცენტრისტებიც კი არ განიხილავენ სერიოზულად ამ ორი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებას. შორს რომ არ წავიდეთ, საკმარისია მარტა კოსის სიტყვები დავიმოწმოთ, ვინც ევროკომისრის თანამდებობას იკავებს გაფართოების საკითხებში და ზელენსკის რეჟიმის თავგადაკლული მხარდამჭერია. მარტა კოსსაც მოუწია იმის აღნიშვნა, რომ 2027 წელს უკრაინა ვერ გახდება ევროგაერთიანების წევრი. თავიდან რომ აეცილებინა ის გაუგებრობა, რასაც ევროკავშირის და უკრაინის ურთიერთობა დაემსგავსა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასეთი განცხადების გაკეთება კი მარტა კოსს მას შემდეგ მოუწია, რაც უკრაინის ვადაგასულმა პრეზიდენტმა 2027 წელს ევროკავშირში გაწევრიანების კომიკური ამბიციის შესახებ განაცხადა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ უკრაინისა და მთელი ევროპის ძირითადი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიების დეტალებზე მუშაობა. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ზუსტი თარიღის დადგენა 2027 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ პუტინი 10 წლეულების განმავლობაში ვერ შეძლებს ჩვენი წევრობის დაბლოკვას. ზელენსკის გონია, რომ პუტინია დამნაშავე ევროკავშირში უკრაინის არ მიღებაზე. მაგრამ როგორც არ უნდა უჭერდნენ მხარს ევროკავშირში უკრაინის ომის გაგრძელებას, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, კონსერვატორი და ლიბერალი, ყველა ხვდება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. უკრაინის ევროკავშირში მიღება უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ დგას. უკრაინის ევროგაერთიანებაში დამატება ისედაც რეცესიაში და კრიზისში მყოფი ევროკავშირისთვის მიუღწეველი მიზანია. ევროკავშირს არ აქვს იმის ფუფუნება და მზაობა, რომ უკრაინის ხელა ქვეყანა ჩამოშლილი ეკონომიკით და კოლოსალური ვალებით საკუთარ რიგებში მიიღოს. ეს ევროპისთვის ხარაკირის ტოლფასი იქნება და ისედაც ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ალიანსისთვის ეს არარეალისტურია. უკრაინა და მასთან ერთად მოლდოვაც დიდი ალბათობით ვერც კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდნენ 2022 წლის ივნისში, რომ არა სრულმასშტაბიანი რუსული აგრესია. ეს ერთგვარი საკენკი იყო, რაც მაშინ ევროკრატიამ უკრაინას გადაუგდო. იმედი რომ მიეცათ, დაახლოების iluzია რომ შეექმნათ. ნატოსი არ იყოს ევროკავშირის კარი ფორმალურად ღია კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ არანაირი კონკრეტიკა და დედლაინები ამ პროცესში არ არსებობს. ამის კარგი მაგალითია თურქეთი, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შორეულ 1999 წელს მიიღო. 27 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ქვეყანა ვერაფრით ვერ მიუახლოვდა ევროკავშირს. აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის ევროკავშირში თეორიულ გაწევრიანებასაც კი ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი. თუ თქვენ უკრაინელებთან ერთად ხართ ერთ ინტეგრაციულ პროექტში, უკრაინელები ომს მოიტანენ, იმიტომ რომ უკრაინა ომშია. ასე რომ თუ ისინი ინტეგრირებული იქნებიან, ჩვენც ომში ამოვყოფთ თავს. ესაა პირველი საკითხი. მეორე საკითხია, რომ თუ ისინი შემოგვიერთდებიან, მთელი ფული რაც ჩვენ გვაქვს, რაც ევროპული ეკონომიკის მოდერნიზირებას და აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს, ამის მაგივრად უკრაინაში წავა. ჩვენ ამ იდეას მხარს არ ვუჭერთ. ევროკავშირის ბიუჯეტისთვის უკრაინა ხარჯების დაუსრულებელი განყოფილება იქნება. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ ირიბად უკვე მიანიშნა თუ რა დაჯდება უკრაინის არსებობის დაფინანსება შემდეგი 10 წლის მანძილზე. მისი სიტყვებით, უსაფრთხოების და საომარი ხარჯების გამოკლებით, მხოლოდ ფინანსური საჭიროების დასაკმაყოფილებლად უკრაინისთვის 10 წლის მანძილზე 800 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნება საჭირო. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ ამ კონფლიქტის ფინანსური ტვირთი ჩამოიხსნა და უკრაინა ევროკავშირს შეატოვა, გამოდის, რომ ეს თანხა ევროპელების ჯიბიდან უნდა დაიფაროს. ამას კი ძალიან ცოტა ევროპელი დათანხმდება. ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო, ანდრეი ბაბიში, კაროლ ნავროცკი. ყველა ეს პოლიტიკოსი უკრაინის ევროკავშირში წევრობას სასტიკად ეწინააღმდეგება. ისინი მართლები არიან ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში მათ არ სურთ, რომ საკუთარი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი რესურსები უკრაინელებს გადაუნაწილონ. მეორე უმნიშვნელოვანესი წინააღმდეგობა ეს უკრაინის უზარმაზარი აგრარული სექტორია, რისი ევროკავშირთან შერწყმაც ევროპელი ფერმერების მდგომარეობის გაუარესებას და მზარდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ევროპელი ფერმერები ბოლო პერიოდში ბრიუსელის მიერ გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა ბევრჯერ გააბრაზა. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო სექტორის ინტეგრაცია ევროკავშირში ძნელად წარმოსადგენია, თავისი სირთულიდან და მასშტაბიდან გამომდინარე. იმის მიუხედავად, რომ უკრაინა დღესდღეობით ევროკავშირში მსხვილი ექსპორტიორია, ქვეყნის გაწევრიანება აგრარულ პროდუქციაზე დემპინგს გამოიწვევს. აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა, როგორც უახსოვს, ერთხელ უკვე ცალმხრივ რეჟიმში დაადეს ემბარგო უკრაინულ მარცვლეულს. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირს უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მაგრამ უკრაინა ევროკავშირში შესასვლელად მზად არ არის, რადგან როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით 2017-2021 წლამდე და ვიშეგრადის ჯგუფი ძალიან აქტიური იყო, პრაღაში ბალკანეთის ქვეყნებთან შეხვედრები გქონდა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ვფიქრობ, მათ პრიორიტეტი უნდა ჰქონოდათ, რადგან ზოგიერთი მათგანი მზადაა. რა თქმა უნდა, უკრაინის შესვლა ახლა განიხილება, რადგან ეს პოლიტიკურია და არაობიექტური. ამ ქვეყნის შედარება დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატებთან არ შეიძლება.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი სწორად აღნიშნავს, რომ უკრაინამდე და მოლდოვამდე ევროკავშირის რიგებში გაწევრიანებას ბალკანური ქვეყნები ელოდებიან, მაგრამ ბრიუსელი კარებს ჯერჯერობით მათაც არ უღრებს. ბოლოს ხორვატია გაწევრიანდა ევროკავშირში 2014 წელს. იმის შემდეგ აგერ უკვე 12 წელი გავიდა და როგორც ჩანს ახალი წევრების დამატებას ჯერ ვერ ახერხებენ. საკუთარ ხარჯებს ვერ აუდიან. 2 სიტყვით ავხსნათ თუ როგორ მიმდინარეობს ევროკავშირთან ქვეყნების დაახლოების და ინტეგრაციის პროცესი. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები სტრუქტურირებულია 35 თავის გარშემო, რომლებიც დაჯგუფებულია 6 ძირითად კლასტერში, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიზაციას გულისხმობს. ეს საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ თითოეული თავი ჯერ მოქმედებაში უნდა ჩაუშვან, შეაჯერონ და შემდეგ დახურონ, თუ კანდიდატი ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს და სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სტანდარტის დაკმაყოფილება მარტივიანით საკუთარი სუვერენული კანონმდებლობის ჩანაცვლებას ნიშნავს ბრიუსელის ევრობიუროკრატების მიერ მიღებული ნორმებით და კანონებით. ამიტომაც ბევრი ევროსკეპტიკოსი სამართლიანად ამას ქვეყნების სუვერენიტეტის გადაბარებას უწოდებს ბრიუსელის დანიშნული ჩინოვნიკებისთვის. ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. იმ ქვეყნების ჩამონათვალია, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გააჩნია. ამ ქვეყნებიდან მონტენეგროს ყველაზე დიდი სამუშაო აქვს გაწეული. მოლაპარაკებების 35 თავიდან 32 აქვს გახსნილი და 7 დახურული. ალბანეთი შემდეგია, მაგრამ ეს ქვეყნებიც კი ძალიან შორს არიან ევროკავშირის მხრიდან რაიმე დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან მათი პოტენციური გაწევრიანების შესახებ. მათთან შედარებით კი უკრაინის და მოლდოვის დუეტი აუთსაიდერებად გამოიყურებიან. ჩვენ თუ იმ ფორმალურ მხარეს მივიღებთ ხედველობაში, რასაც ევროკავშირი კანდიდატებს როდესაც მაია სანდუს ევრონიუსის ჟურნალისტმა კითხა თუ რატომ უნდა მიიღონ მოლდოვა ევროკავშირში, მან ასეთი პასუხი გასცა. მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა შემოგიერთდეთ არის ის, რომ უნდა დაგვიჭიროთ მხარი დემოკრატიის შენარჩუნებაში და რეგიონში, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის კუთხით. ეს თუ არ მოხდა, რუსეთი გამოგვიყენებს უკრაინისა და მიმდებარე ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ, ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მივახციეთ ენერგეტიკის სექტორში. 4 წლის წინ ჩვენ 100%-ით დამოკიდებული ვიყავით რუსულ გაზზე. ახლა აღარ მოვიხმართ რუსულ გაზს. გამონაკლისია დნესტრისპირეთის რეგიონი. ელემენტარულ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს მოლდოვის პრეზიდენტის პოზიცია. რა უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია მოლდოვას ევროკავშირისთვის, ალბათ მარტო მან თუ იცის. მოლდოვური კორუფცია კი უკრაინულის არ იყოს ყველასთვის ცნობილია. ის, რასაც სანდუ პროგრესს ეძახის ენერგეტიკის სექტორში, რეალურად ელექტროენერგიის ტარიფების რეკორდულ გაძვირებას ნიშნავს. ბოლო 3 წლის მანძილზე მოლდოვაში ელექტროენერგიაზე ფასმა ორჯერ მოიმატა. ერთ დღეს სანდუ ევროკავშირს ფსევდოდემოკრატიის შენარჩუნებას თხოვს, მეორე დღეს კი ბრიყული თავდაჯერებულობით აცხადებს, რომ საკუთარი ქვეყნის მიერთებას რუმინეთთან, ანუ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვა. რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მე რუმინეთთან გაერთიანებას მივცემდი ხმას. შეხედეთ რა ხდება მოლდოვის გარშემო, შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება რომ გადარჩეს, როგორც დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა და რა თქმა უნდა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. გამოდის, რომ სანდუც რუსეთისთვის უფრო სურს წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განვითარება, რაც ასე სჭირდება მოლდოვას. მოლდოვა ევროპის უღარიბესი ქვეყანაა. ბოლო წლებში კი ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციაში ჩაეფლო, შემცირდა და მხოლოდ 2025 წელს გაიზარდა სიმბოლურად. ქვეყნის მესამედი ემიგრაციაშია გახიზნული, რადგანაც მოლდოვაში სიღარიბე და ციდუხჭირია. ამას სანდუც აღიარებს. უწინარესად უნდა აღინიშნოს, რომ მოლდოვის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა ომმა უკრაინაში. ინვესტორების მოზიდვა რთულია, როდესაც მეზობლად ომია. ასევე არსებობს დემოგრაფიული საკითხები. მოლდოვის მოსახლეობის 1/3 საზღვარგარეთ ცხოვრობს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში. მათ ევროკავშირში წვლილი შეაქვთ გადასახადების გადახდით. მოლდოვის მოსახლეობის 1/3-ს უკვე აქვს ევროკავშირის პასპორტები. თითქმის მივახციეთ ევროკავშირს, მაგრამ გვინდა რომ ეს ოფიციალური გავხადოთ. როგორც სანდუ, ისე ზელენსკი მენტალური დაქვემდებარების და გარე ძალების მსახურების მოსიარულე მაგალითები არიან. ისინი მზად არიან ევროკავშირის მიმართ საკუთარი ევროფილია აბსურდის თეატრს დაამსგავსონ. ევროკრატიაც ანალოგიური უაზრობით პასუხობს მათ და ეს ყველაფერი იაფასიან სპექტაკლს ემსგავსება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდები უკრაინის კამპანიას. შთამბეჭდავია იქ რეფორმების მიღების სისწრაფე და მათ მიერ განხორციელებული რეფორმების სიღრმეები. ჩემთვის ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან ეს ქვეყანა მიმდინარე ომშია. და ომის მიუხედავად ისინი ღრმად არიან ერთგულნი და გადაწყვეტილი აქვთ წინსვლა და პროგრესი მათ ხელშია.
განადგურებული ქვეყანა, ტოტალური კორუფცია, დაუფარავი ავტოკრატია. ზელენსკის რეჟიმის შეუზღუდავი ძალაუფლება ფრაუ ფონ დერ ლაიენისთვის შთამბეჭდავი პროგრესი ყოფილა. ასეთი სისრუით კვებავს ევროკრატია საკუთარ მოსახლეობას. ის რომ ეს პოლიტიკური ბლეფია დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმაც იციან და ამ საკითხით დაინტერესებულმა ადამიანებმაც. დასავლური მეინსტრიმული მედია რუპორი ამერიკული Wall Street Journal-იც კი ვერ მალავს უკრაინის მიმართ ევროკავშირის ყალბმიდგომებს და ამას სახიფათო ტყუილს უწოდებს. ეს ტყუილი სახიფათო ხდება. ეს ევროპული სახელმწიფოების მთავრობებს აქეზებს, რომ უკრაინა მხოლოდ ომის გაგრძელების მზაობით შეაფასოს და ნებისმიერი κρიტიკის იგნორირება მოახდინოს უკრაინული სახელმწიფოს ხარისხთან მიმართებაში. სანამ ფრონტი არ ჩამოიშალა, სხვა ყველაფერი მარტივ რაციონალიზაციას ექვემდებარება. ძალადობრივი მობილიზაცია, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გადამეტება, შეჩერებული ანგარიშვალდებულება, საყოველთაო კორუფცია, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკური დისფუნქცია კიევში. მორალური ნარატივი უცვლელია, ხოლო უფრო სერიოზული საკითხები გადადებულია. უკრაინა და მოლდოვა რომ ევროკავშირის ელემენტარულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ მარტივი ასახსნელია. არც ერთი ეს ქვეყანა არ შეესაბამება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. კოპენჰაგენის კრიტერიუმები ეს არის წესების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ აქვს თუ არა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება. კრიტერიუმების თანახმად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინსტიტუტები დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დასაწყავად. გააჩნდეს ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და იზიარებდეს ევროკავშირის ვალდებულებებსა და განზრახვას. ეს პირობები 1999 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. კოპენჰაგენში გამართულ ევროპულ საბჭოზე, საიდანაც სახელი შემორჩა. ორივე ქვეყანას, როგორც უკრაინას, ისევე მოლდოვას, სერიოზული პრობლემები გააჩნიათ როგორც ადამიანის უფლებების, ასევე დემოკრატიული მმართველობის კუთხით. გაუქმებული და აკრძალული პოლიტიკური პარტიები, დახურული ტელევიზიები და მედია საშუალებები, პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამ ქვეყნებს ფურცელზე გაწერილ ევროპულ ნორმებთან შეუსაბამობაში აყენებს. ევროგაერთიანების კულისებში უკვე იმაზეც კი დაიწყეს საუბარი, რომ შეიძლება სამომავლოდ ევროკავშირის ახალი წევრები ხმის მიცემის სრულფასოვანი უფლების გარეშე დაიმატონ. ამის შესახებ პოლიტიკო იტყობინებოდა და იქვე აღნიშნავდა, რომ მსგავსმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უკრაინის გაწევრიანება მისაღები გახადოს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც მაგალითად უნგრეთია, რომლის ლიდერიც ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. წევრობის წესების შეცვლის ეს წინადადება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მის დამტკიცებას ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. მაგრამ მოლდოვა უკრაინაზე უკეთეს მდგომარეობაშია. ევროკავშირის უარი ეს ორი ქვეყანა საკუთარ რიგებში მიიღოს, მოლდოვის პრეზიდენტისთვის უფრო იოლი გადასატანი იქნება. ქვეყანა თუ ვერ შევა ევროგაერთიანებაში, მაია სანდუმ შეიძლება იმით დაიმშვიდოს თავი, რომ მოლდოვაში 1 მილიონ ადამიანს რუმინული პასპორტი გააჩნია და ისინი ევროკავშირში მიღებულ მოქალაქეებად აღრიცხოს. გამოვა სანდუ სერიოზული სახით და იტყვის, რომ მოლდოვა ცალიფეხით უკვე ევროკავშირშია. მით უმეტეს მსგავსი რამ მან ერთხელ უკვე თქვა რუს ჟურნალისტ იური დუცთან ინტერვიუს დროს. თქვენ რუმინული პასპორტი გაქვთ? დიახ. რამდენი ხანია? დიდი ხანია, 13 ან 15 წელი. რატომ გაიგეთეთ რუმინული პასპორტი? მილიონ მოლდოველს რუმინული პასპორტი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მათ ევროპული პასპორტი აქვთ. ანუ ევროკავშირს მოლდოვაში უკვე მილიონი მოქალაქე ყავს. ეს ჩვენს გზას ევროკავშირში კიდევ უფრო შეამცირებს. ზელენსკის კი იმის იმედი შეუძლია ჰქონდეს, რომ ევროკავშირი უკრაინის ომის დამთავრებამდე დაიშალოს. გამოვა ისიც შეწუხებული სახით და იტყვის, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ პუტინმა ევროგაერთიანება დაშალა და ომის გასაგრძელებლად ისევ ფულს მოითხოვს. ბევრ ფულს. მოლდოვასა და უკრაინის ფონზე საქართველოს თვალსაჩინო მიღწევები აქვს პოლიტიკის ყველა მიმართულებით. იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა. დღეს აშკარა ხდება, რომ რეგიონში არსებული ძლიერი გამოწვევების ფონზე რეგიონული მოთამაშეებისთვის საჭიროა ისეთი სტაბილური და სანდო პარტნიორი, როგორიც საქართველოა. ასეთ ფონზე როცა ვხედავთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია მისაბაძ მაგალითად მოლდოვასა და უკრაინას წარმოაჩენს, ხოლო საქართველოს წინააღმდეგ მუდმივად კრიტიკა და მტრული განცხადებები ისმის, ეს მხოლოდ Deep State-ის ინტერესებით შეიძლება ავხსნათ. მე ივანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4-ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.